ინტერნეტში ლანძღვა რატომ არის იოლი? რატომ აძლევს ეკრანს ამოფარებული ადამიანი საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას? პირველი მიზეზი ეს არის დეჰუმანიზაცია. ანუ მომენტი, როდესაც ეკრანის მეორე მხარეს მყოფ ადამიანს ვეღარ აღიქვამ ცოცხალ არსებად. გავიწყდება, რომ მასაც ზუსტად შენსავით აქვს ნერვები, გრძნობები, ემოციები, ოჯახი და ასე შემდეგ. ადამიანს აღიქვამ რაღაცნაირად ციფრულ პერსონაჟად და ლანძღვა, ტალახის სროლა, გულის ტკენა, გაცილებით იოლია ასე. ამ დროს ადამიანებს ეკრანზე გადააქვთ საკუთარი ილუზიები და ებრძვიან არა იმას, რაც სინამდვილეში არის ეკრანის მეორე მხარეს, არამედ ებრძვიან იმას, რაც საკუთარივე გონებით შექმნეს მეორე მხარეს არსებული პერსონაჟის შესახებ. ანუ სოციალური სივრცე ადამიანში შინაგან ბუნებრივ მუხრუჭებს და ბარიერებს თიშავს. მეორე მიზეზი ეს არის დაუსჯელობის სინდრომი და დისტანციის განცდა. ანუ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ეკრანი მათი ფსიქოლოგიური ჯავშანია, ისინი იქ უსაფრთხოდ არიან შეფარებულები, ასე ვთქვათ, და იქ არანაირ საქციელს არ მოჰყვება მყისიერი რეალური შედეგი, რაც ხდება ნამდვილ ცხოვრებაში, ანუ არც სამართლებრივი, არც სოციალური და არანაირი. ის რომ მაქსიმუმი პასუხი შეიძლება იყოს რაღაცა საპასუხო ლანძღვა დინება ან დაბლოკვა, აადვილებს აგრესიის თამამად გამოვლინებას. მესამე მიზეზი ეს არის ბრაზის გადატანა, როდესაც ადამიანები რეალურ ცხოვრებაში დაგროვილ ბოღმას, ბრაზს, შიშს, არასრულფასოვან კომპლექსს დაუნანებლად ღვრიან სოციალურ სივრცეში, ასე ვთქვათ. როგორც იტყვიან ხოლმე, ტკივილი ცავსი ადამიანი სხვებსაც აყენებს ტკივილს. ის აფრქვევს თავის კოშმარებს, შინაგან კოშმარებს ირგვლივ და შენ უბრალოდ აი ამ გზაზე აღმოჩნდი, ხელში მოხევი, ასე ვთქვათ. ონლაინ აგრესია თითქმის ყოველთვის ეს არის სპექტაკლი განკუთვნილი მაყურებლებისათვის. სხვისი საჯარო გაუფასურებით ადამიანი პირველ რიგში იწერს ქულებს, ანუ თავისიანი კომენტატორების თვალში იმატებს ავტორიტეტს და ასევე იღებს იაფ დოფამინს, იმიტომ რომ იწონებენ, უკომენტარებენ, აქებენ და ახდენს ცრუ მორალურობის და ცრუ მაღალ ზნეობრიობის დემონსტრაციას. თუ ის შენ წარმოგაჩენს როგორც რაღაცა ბნელ ძალას და როგორც უცოდინარს, თავისთავად ავტომატურად თავად გამოჩნდება ძალიან ისეთი კომპეტენტური, მცოდნე და მაღალზნეობრივი. ეს საკუთარი კომპლექსებისგან გაქცევის უმარტივესი გზაა, რომ სხვისი გაუფასურების ხარჯზე შენ თავი მოკლე ხნით მაინც იგრძნო რაღაცნაირად წმინდანად და გმირად. ანუ ისინი დროებით იმაღლებენ საკუთარ თვითშეფასებას ან შესაძლოა იკომპენსირებენ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლიათ. რომ მათ ვიღაც უსმენს, მათ ვიღაც ითვალისწინებს, ან საერთოდ ამჩნევს და ყურადღებას აქცევს. ბრბოს ეფექტი. ვირტუალურ სივრცეში აგრესია ძალიან გადამდებია. როცა ადამიანი ხედავს, რომ სხვებიც ილანძღებიან, აი აქ სწორედ ირთვება ეს ბრბოს ეფექტი. პასუხისმგებლობა თითქოს ნაწილდება მთელ მასაზე და ინდივიდს უჩნდება განცდა, მარტო მე ხომ არ ვიქცევი ასე, მარტო მე ხوار ვილანძღები. და ეს მას აძლევს მორალურ ინდულგენციას, მაშინაც კი, როცა ის წერს საკუთარი სახელით. საბოლოო ჯამში ვირტუალური სამყარო მუშაობს როგორც შესანიშნავი ლაკმუსის ქაღალდი. ის კი არ აჩემს ადამიანებში იმას, რაც მათში მანამდე არ იყო. ის უბრალოდ აშიშვლებს და გარეთ გამოაქვს ყველაფერი, რაც მანამდე სოციალური მიღბით საგულდაგულოდ იყო დამალული. როგორ მოვიქცეთ, რომ ამ ფენომენმა ჩვენზე რაც შეიძლება ნაკლებად იმოქმედოს და რომ ჩვენ შევინარჩუნოთ წონასწორობა აი ამგვარ რეალობაშიც. პირველ რიგში გახსოვდეს, რომ ნეგატიური კომენტარების ავტორი შენი პროფილის მიღმა ხედავს არარეალურ ადამიანს, ან თავისი სიღრმით, თავისი განცდებით, თავისი ისტორიით, ის ებრძვის იმ ხატს, რომელიც თავად მან თავადვე შექმნა შენ შესახებ. ამიტომ ნუ მიიღებ ბრას პერსონალურად, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს შენ არ გიხება. და მეორე, აგრესიული კომენტარის მთავარი მიზანი არის შენი რეაქცია, შენი წამოკიდება, ასე ვთქვათ. სჭირდება, რომ შენც აყვე, გაბრაზდე და შენი ენერგია მისცე. ამიტომ ამ შემთხვევაში დაბლოკვა ან საერთოდ იგნორირება. ამ თამაში არ უნდა აყვე. როგორც კი იწყებ პასუხის გაცემას ან თავის მართლებას, მაშინვე შენც ხდები აი ამ ტოქსიკური თამაშის მონაწილე. ჯანსაღი დისტანცია, ცივი გონება და ცოტა იუმორი. ეს არის ჩვენი ციფრული გადარჩენის სტრატეგია, ასე ვთქვათ. ორმაგად მტკივნეულია, როდესაც ამის უფლებას საკუთარ თავს აძლევენ ნაცნობი ადამიანები. და როცა ასეთი ადამიანებისგან მოდის შეურაცხყოფა, ან ესეთი პასიურ-აგრესიული ირონია.
რატომ ხდება ეს? პრინციპში აქაც მუშაობს იგივე ციფრული ფენომენი, რომ ეკრანს მიღმა ადამიანი ისე კაფიოდ ვეღარ აღგიქვამთ ცოცხალ არსებად. ქუჩაში რომ ეს ადამიანი შეგხვედროდა, დიდი ალბათობით შემოიფარგლებოდა გამარჯვების და ძალიან სასიამოვნო მოკითხვით, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში ხდება სრულიად ტოქსიკური, ასე ვთქვათ. ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს ვირტუალური რეალობა აჩენს ილუზიას, რომ ეს ხომ ინტერნეტია, მე ჩემი საკუთარი აზრი გამოვთქვი, ამის უფლება ყველას აქვს, ვიხუმრე და ასე შემდეგ. როცა ნაცნობები თავის პასიურ აგრესიას მეგობრული ირონიის ნიღბით ფუთავენ, ასე ვთქვათ, მაგრამ შენთვის ეს კომენტარი არის შეურაცხმყოფელი, მე არ მგონია, რომ მსგავსი კომენტარი ჩვენ ან ხუმრობაში უნდა გავატაროთ და გადავიტანოთ, ან უნდა უბრალოდ დავაიგნოროთ. ასე არ ვფიქრობ. მე მგონია, რომ საჯარო სივრცეში, ვირტუალურ სივრცეშიც ზუსტად ისევე უნდა მუშაობდეს და მოქმედებდეს ჩვენი პირადი საზღვრების მიმართ პატივისცემის მოთხოვნა, როგორც ეს ხდება რეალურშიც. ამიტომ სრული უფლება გვაქვს ძალიან ზრდილობიანად, მაგრამ ასევე ძალიან მკაფიოდ მივუწითოთ ნებისმიერ ადამიანს იმ საზღვრების დაცვის აუცილებლობაზე, რომელიც მან ჩვენთან ურთიერთობისას ყველგან და ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს. თუ რასაკვირველია, მას ჩემთან ურთიერთობა რაიმე ფორმით მაინც სურს. მოკლედ, ჩვენს პირად საზღვრებს ვიცავთ ვირტუალურადაც და რეალურადაც და არ ვერგებით არავის კაპრიზებს და მით უმეტეს არავის ისტერიკებს. გახსოვდეს ასევე, რომ ნაცნობების აგრესია ხშირად არის ერთგვარი პროექცია. როცა შენ ცხოვრებაში იწყებ რაღაც ახლის კეთებას, რასაც ისინი შენგან არ არიან მიჩვეულები, აქტიურდები სოციალურ ქსელში, წერ ვიდეოებს, პოსტავ და ასე შემდეგ, ამან შეიძლება შენს გარემოცვაში ბევრს გაუჩინოს სხვადასხვა განცდები. შური, საკუთარი არარეალიზებულობის განცდა, რაღაცა დაჩაგრულის და დათრგუნულის კომპლექსი და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც გახსოვდეს, რომ ამ განცდებში გარკვევა შენი პრობლემა და შენი ვალდებულება არაა. საუბარია ზრდასრულ ადამიანებზე, რომლებიც პასუხს აგებენ საკუთარ მოქმედებაზე. ნაცნობობა მით უმეტეს არავის აძლევს ტალახის სროლის ინდულგენციას. თუ ადამიანს უნდა რაღაცის განხილვა, არსებობს პირადი მიმოწერა და არსებობს ასევე რეალური სივრცე, ხოლო საჯაროდ რაღაც დისპუტი ყოველთვის არის ეგოს თამაში. არავის არასდროს მისცე უფლება, რომ ჩაგრთოს ამ თამაში. დროებით შემდეგ ვიდეომდე.